პარლამენტში მაღაროელების პრობლემის შესახებ ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა გახარია საქართველოსთვის დეპუტატმა შალვა კერესელიძემ. მან მშრომელების ერთწლიან პროტესტსა და მაღაროელების მოთხოვნებზე ისაუბრა. მან ირაკლი კობახიძეს კითხა იღებს თუ არა სახელმწიფო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გათავისუფლებული მაღაროელების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. უკვე თითქმის 1 წელიწადია, რაც ეს ხალხი სამართლიანად აპროტესტებს ღირსეული შრომითი პირობების და შრომის ანაზღაურების პირობებს. თუმცა სამწუხაროდ პასუხი ჯერ არა აქვთ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯორჯიან მანგანეზმა ჭიათურაში საწარმოო პროცესი შეაჩერა. კიდევ უფრო გართულდა მდგომარეობა, როდესაც დასაქმებული 3600 ადამიანიდან 2000 ადამიანზე მეტი სხვადასხვა რეპრესიული თუ სხვა მეთოდებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განთავისუფლდნენ სამსახურიდან და კიდევ უფრო გართულდა მათი ყოფითი თუ სოციალური პირობები. დღეს მაღაროელები სახელმწიფოსგან ელოდებიან პასუხს და ითხოვენ კოლეგების, მათი დაპატიმრებული კოლეგების განთავისუფლებას, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაული ან კრიმინალი არ ჩაუდენიათ. ისინი დაიჭირეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აპროტესტებდნენ საკუთარი მძიმე შრომით პირობებს და ანაზღაურებას და იბრძოდნენ თავისი ქალაქის ჭიათურის მომავლისკენ. თქვენ რას ფიქრობთ, რას აპირებთ, რას აკეთებთ და იღებთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განთავისუფლებული 2000 კაცის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება და რაც შეიძლება მოკლე ვადებში გადაუწყდებათ ეს არსებული პრობლემები. ირაკლი კობახიძემ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ სახელმწიფო დასაქმების მაჩვენებლის შენარჩუნებაზე მაქსიმალურად ზრუნავს. სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს იმისათვის, რომ შესაბამის საწარმოებში მოხერხდეს დასაქმების მაჩვენებლის შენარჩუნება და არა მარტო ზოგადად ზრუნავს, არამედ ძალიან მსხვილი ინვესტიციებიც იდება ამაში. და ძირითადად ეს არის გამოხატული ძალიან მასშტაბურ საგადასახადო და სხვა შეღავათებში. რომ არა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ეს შეღავათები საწარმოებს გაუჭირდებოდა ფუნქციონირების გაგრძელება. უბრალოდ ვერ შეძლებდა ფუნქციონირების გაგრძელებას. ანუ რეალურად დოტაციურია ერთი და მეორე მაღარო და საბოლოო ჯამში სწორედ სახელმწიფოს ხარდაჭერის ხარჯზე ხერხდება შესაბამისი სამუშაო ადგილების შენარჩუნება. ამიტომ აქ მაქსიმუმს აკეთებს, ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. კითხვაზე, რომელიც დაკავებულ მაღაროელებს შეეხებოდა, კობახიძემ აღნიშნა, რომ კრიმინალი დაუშელი ვერ დარჩება. რაც შეეხება კონკრეტულ ექს პიროვნებას, ეს არის კონკრეტული საქმე, სამართლებრივი საქმე და მე სიღრმეში ვერ შევალ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ. როდესაც ადამიანები ძალადობენ, არა მარტო კონკრეტულ შემთხვევაში ვსაუბრობ, არა მარტო სამართალდამცავებზე, სახელმწიფო წარმომადგენლებზე, არამედ ძალადობენ საკუთარ კოლეგებზეც, სხვა მაღაროელებზე, კონკრეტულ რამეზე ვსაუბრობ. როცა უხეშად ძალადობენ, კრიმინალური ფორმებით ძალადობენ საკუთარ კოლეგებზე, იქ რა თქმა უნდა სახელმწიფომ თავისი სათქმელი უნდა თქვას. ბუნებრივია, კრიმინალი ვერ დარჩება დაუშლილი. როდესაც ადამიანები არა მარტო სახელმწიფოს წარმომადგენლების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ვამბობ, არამედ საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ, მაღაროელების წინააღმდეგაც ძალადობენ უხეში ფორმით, რა თქმა უნდა სახელმწიფომ ზომები უნდა მიიღოს, ეს არის რაც შემიძლია გითხრათ ამ თემასთან დაკავშირებით. ცნობისათვის ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელი უკვე 7 თვეა პატიმრობაშია. მათ ბრალი შუქრუთის მაღაროს დირექტორზე თავდასხმა შეედებათ მაღაროელების განმარტებით, ბრალდებულთა ნაწილი ინციდენტის დროს ადგილზეც კი არ იმყოფებოდა. ამასთან ჭიათურის საწარმოებში დასაქმებული 3620 თანამშრომლიდან 2000 ადამიანი უმუშევარი დარჩა, ხოლო ამ 2000-დან 1050 დღესაც სამსახურში აღდგენის მოლოდინშია.